კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ ჩვენს რწმენა არ შეიფხაროს, არ დაგნინდეს და განვითარდეს. აუცილებელი პირობა ეს არის თავისუფალი ნებით ღმერთისძიება. თავისუფალი ნებით. ყოველად გამორიცხულია რაიმე სახის იცვლება. ყოველად გამორიცხული. ნახეთ, თვითონ ქრისტე გვეუბნება, რომელსაც უნებს, სურს, რომ მე შემომიდგესო, აიღოს ჯვარითვისი, ხო? ანუ ვისაც სურს, რომ მე შემომიდგესო. მაგრამ ჩვენ ისტორიულად ხედავთ გაცილებით სხვა სურათს. და ეს გარკვეულწილად დღესაც გრძელდება, არა ესეთი სახით, მაგრამ მაინც. ჩვენ ხედავთ, რომ ხშირად ქრისტიანი მეფეები ძალადობით ცდილობდნენ ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებას. ქრისტიანობაზე თქვით, თორემ რა თქმა უნდა, ბევრი სხვა რელიგიაც მით უმეტეს უფრო გამოირჩეოდა ამ თვალსაზრისით. და დღესაც გვაქვს მსგავსი სახის პრობლემა, თუნდაც მშობლების მხრიდან შვილებთან ძალადობაზე. როდესაც ძალით დახავთ ბავშვები, მცირეწლოვანი ბავშვები და ჯარისკაცები აიძულებენ 3 საათი იდგნენ ლოცვას. ეს არის ფაქტიურად ძალადობა ამ ადამიანის სულს. ანუ ძალადობა გამოიღებს რა შედეგს? აუცილებლად გამოიღებს უკუღ შედეგს. რატომ? იმიტომ რომ ის რაც მე ღმერთმა მომანიჭა, იმას ვერავინ ვერ წამართმევს და არავინ არ უნდა ეცადოს რომ ეს წამართოს. არავის არ აქვს იმის უფლება რომ მე ჩემი არჩევანში შემზღუდოს და თუ კი ვინმე ჩაერევა ამ არჩევანში და ჩემი ნების საწინააღმდეგო მოქმედებას მაიძულებს, მე ბუნებრივია მის მიმართ გამიჩნდება წინააღმდეგობის სურვილი და გამიჩნდება რა თქმა უნდა საბოლოოდ სიძულვილი. და ამიტომაც არის რომ ხშირად ხდება ბავშვები დადიან ტაძარში, აზიარებენ ყოველკვირა. მაგ საუბარი არ არის იმაზე რომ არ უნდა ატარო, მაგრამ როდესაც ხედავ რომ ბავშვს არ შეუძლია და შენ აშინებ რომ ესე იგი დაიდგე ტაძარში და არ შეიძლება არ გახვიდე, არ გაიარო, არ გამოიარო ხომ პატარა ბავშვს. აი ამაზეა საუბარი, თორემ გასაკვირველია, მოწურები გვირჩევენ კიდეც რომ უნდა ვატაროთ ბავშვები, მაგრამ ნუ მოვთხოვთ მათ იმას რომ ისინი მაინც და მაინც მართლაც ჯარისკაცებით იდგნენ მსახურებას. შემოვიყვანოთ თქვა ზიარების დროს, რომ შევატყობთ რომ დაიხლება, მიცეთ საშუალება რომ გავიდეს თქვა ეზოში და ასე შემდგომ. აი ეს საკითხიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ თუ გიგვინდა რომ ჩვენ გქონდეს ჭეშმარიტი რწმენა და ცოცხალი რწმენა, არავისი არ უნდა მოვახდინოთ ძალადობა. არავისი არ უნდა მოვახდინოთ ძალადობა. ხშირად არის ხოლმე რომ ჩვენ ვართ რა ეკლესიის წიაღში, გსურს რომ სხვასაც დავანახოთ ეს ჭეშმარიტება. მაგრამ ისე მოვაბეზრებთ ხოლმე თავს, ჩვენს დანახვაზე გაქცევა უნდება ადამიანს. არ შეიძლება, ეს უკვე არის ძალადობა. ადამიანს უნდა მიიცეთ საშუალება რომ თვითონ აირჩიოს, თვითონ გადაწყვიტოს თუ როდის იქნება მზად რომ მოვიდეს და დადგეს იქ, თქვა, სადაც მივდგება.